ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც აზიას, სამხრეთ კავკასიას და ევროპას აკავშირებს არა მხოლოდ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, არამედ რეგიონის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური რუკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არტერია. აზერბაიჯანის საქართველოს შეთანხმებით ბაქო-თბილისი ყარსის მონაკვეთის სრულფასოვან ფუნქციონირებას თვის ბოლომდე დაიწყებს. რა ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს საქართველოსთვის, რამდენად შეიძლება გაიზარდოს ქვეყნის სატრანზიტო როლი შუადერეფნის ფარგლებში და რა გამოწვევების წინაშე დგას რეგიონული კავშირებადობა. ამ თემაზე ვისაუბრებთ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან ლევან სულაბერძია. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის. რაღაც ისე და გვემთხვევა ბოლო პერიოდი, რომ აზერბაიჯანს საქართველოს შორის საკმაოდ ახალი ურთიერთობებისა თუ ხელშეკრულების თუ შეთანხმებების ან ვიზიტების შეფასება გვიხდება მე და თქვენ ეთერში და ამჯერად, როგორც საქართველოს პრემიერმა თქვა, ერთ-ერთი ალბათ ყველაზე საკვანძო და ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებები შედგა აზერბაიჯანულ მხარესთან. ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა პროტოკოლი აი ამ შეთანხმებების და საკმაოდ ისეთი მოტევადი და მოცვადია მთლიანობაში ეს შეთანხმება სხვა მრავალი მიმართულებით. მე დღეს თქვენთან მინდა ვისაუბრო თვითონ ყარსის საქართველოს ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის მნიშვნელობაზე და იმაზე თუ რას მისცემს ეს შუადერეფნის ხაზს. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, რომ შუადერეფანი რა არის. შუადერეფანი არის ყველაფერი ეს, რასაც ინფრასტრუქტურის კუთხით, რასაც ახლა მთელი ამ წლების განმავლობაში რა მიმართულებზეც მუშაობთ, მათ შორის ერთ-ერთი არის ეს. რას მისცემს ეს შეთანხმება, რომ რეალურად სარკინიგზო მონაკვეთი სრულფასოვნად უნდა დაიტვირთოს უკვე რა გზავნილია დანარჩენი მსოფლიოსთვის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. თქვენ აბსოლუტურად სწორი აქცენტი გააკეთეთ. თუ რა არის შუადერეფანი. შუადერეფანი ბევრი სხვადასხვა ასპექტისგან შედგება და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი ეს არის ის, რომ შუადერეფანი და მისი თანხლები ინფრასტრუქტურა უნდა ემსახურებოდეს რეგიონალური ვაჭრობის ინტერესებს და რეგიონში განთავსებული ქვეყნების სავაჭრო ინტერესების დაკმაყოფილებას უპირველეს ყოვლისა. და შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ ევროპასთან ურთიერთობაზე და ასე შემდეგ. თუ ჩვენ შევხედავთ ძალიან მარტივად იკითხება ერთი რამ, თუ რამხელა ვაჭრობა აქვს ჩინეთს და თურქეთს, შუა აზიის ქვეყნებს და თურქეთს ერთმანეთისათვის. სწორედ ბაქო-თბილისი ყარსის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია და დანიშნულება, ჩემი გადასახედიდან ყოველთვის ამას ვამბობდი და დღესაც იმას ვემხრობი, რომ უმთავრესი ფუნქციონალური დატვირთვა ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო მონაკვეთისა არის და იქნება ჩინეთის უდიდესი პრაქტიკულად მეორე ეკონომიკის, მსოფლიო მეორე ეკონომიკისა და თურქეთის ძალიან დიდი ეკონომიკის, ასევე შუააზიური ქვეყნების ძალიან მზარდი ეკონომიკების და ისევ და ისევ თურქეთის ურთიერთობების გარკვეული ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა სარკინიგზო თვალსაზრისით. გარდა ამისა, ჩვენ ბაქო-თბილისი ყარს უფრო სკრუპულოზურად თუ დავაკვირდებით და საქართველოს რკინიგზა განახორციელებს შესაბამის სატარიფო პოლიტიკას და იმედი მაქვს, რომ ესე იქნება, ქართველი ექსპორტიორებისას არა მხოლოდ და ასეთი ბანალური უკაცრავად ამ გამოთვლის ბანალური ტრანზიტისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენ ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, არამედ ქართველი ექსპორტიორებისთვის შეიძლება გახდეს კიდევ ახალი საშუალება თურქეთში და რეგიონის სხვა ქვეყნებში რკინიგზის მეშვეობით ჩვენი ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტისა თუ იმპორტისათვის. თურქეთიდან რა თქმა უნდა. შესაბამისად, ის რომ ყველაფერი ამასთან ერთად, ის რომ ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა კიდევ რომ ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის ოპერატორი საქართველოს რკინიგზა იქნება, ანუ გლობალურად საქართველოს რკინიგზაზე, მოდით ესე ვთქვათ და საქართველოს ბაქო-თბილისი ყარსი უკვე სრულფასოვნად საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურული და მართვის ერთ-ერთი ნაწილი იქნება. საქართველოს რკინიგზა შეძლებს ამას უფრო ოპერატიული მართვის. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არ იყოს მაგალითად რა ტიპის მნიშვნელობა აქვს ის, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს რკინიგზა იქნება რეალურად ოპერატორი აი ამ ხაზისაც და რეალურად რა უპირატესობას ანიჭებს
აზერბაიჯანი ამ მონაკვეთს განსაკუთრებულ მნიშვნელობას რო ანიჭებდა, ეს უდავოდ იქიდანაც ჩანდა, რომ საკმაოდ მსხვილი ინვესტიციები განახორციელა აზერბაიჯანულმა მხარემ იმისთვის, რომ ეს სრულფასოვნად მიგვეღო ამ სახით, როგორც მივიღეთ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი ჩვენთვის ეს რისი მომცემი იქნება. მართვის თვალსაზრისით, სულთა პრაგმატულად, მართვის თვალსაზრისით ბევრად მარტივი იქნება საქართველოს რკინიგზისთვის და მომხმარებლისთვის ამ ყველაფრის ორგანიზება, სარკინიგზო გადაზიდვის ორგანიზება. იქ ძალიან ბევრი ტექნიკური და ესეთი პროცედურული ნიუანსია, რაშიც ახლა მოდით ნუ ჩაუღრმავდებით. ძალიან დიდი პლუსია, რომ საქართველოს რკინიგზა იქნება სუფთა ოპერატიული მართვის თვალსაზრისით თუ მიუდგებით ამ საკითხს. ხოლო რაც შეეხება ასე ვთქვათ, საიმიჯო თვალსაზრისითაც ამ ყველაფერს, გარდა იმისა, რომ საქართველოს რკინიგზა იქნება მისი ოპერატორი, როგორც ესეთი და განახორციელებს უშუალოდ გადაზიდვებს, მისი შვილობილი კომპანია გაყიდის და განახორციელებს კომერციულ საქმიანობას და ის იქნება ტარიფწარმოქმნელი, მას მიმართავენ სატარიფო განაკვეთების მოსაპოვებლად და ერთიორად გაიზრდება რკინიგზის მისი შვილობილი შესაბამისი კომპანიის მნიშვნელობა, რომელიც უკვე კომერციულ ნაწილს ასე ვთქვათ დაალაგებს და მიხედავს და გაყიდვების ნაწილში იქნება ისევ და ისევ საქართველოს რკინიგზა ჩართული. და ეს იქნება იმ დიდი სადერეფნო, ასე ვთქვათ, ოპერატორი კომპანიის ნაწილი, რომელიც გახსოვთ კარგად, შეიქმნა გლობალურად ერთობლივი საწარმო. ეს პატარა კომპონენტი, ერთგვარი პატარა კომპონენტი, იმიტომ რომ ის მანძილით ძალიან მოკლე მონაკვეთია, თუმცა მნიშვნელოვანი მონაკვეთი ახლა სრულფასოვნად ინტეგრირდება შუა დერეფნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში. რეალურად შუა დერეფნის ერთი ძალიან მნიშვნელოვან განშტოებას ვიღებთ თავისი სტრუქტურული ნაწილით, ხო? აი ამ შეთანხმებების ერთი კომპონენტი ეხება აზერბაიჯანული გაზის დამატებითი მოცულობის მიწოდებას. დანარჩენი აი ამ შეთანხმებაში საკმაოდ კარგად არის ნათქვამი საერთაშორისო ბაზრებისთვის აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მისაწოდებლად სატრანზიტო დათმების გაგრძელების შესახებაც. ანუ რეალურად ჩვენ აზერბაიჯანული მხარისთვის ყველა თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი პარტნიორები ვხდებით ამ ნაწილში. ანუ საერთოდ ჯამში შუა დერეფანი ყველა თავისი განშტოებით, ეს იქნება ენერგეტიკული ნაწილი, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ეს რკინიგზის მონაკვეთი მთლიანობაში უკვე სრულფასოვნად შეგვეძლება ვთქვათ, რომ ნელ-ნელა იწყებს ფუნქციონირებას. ანუ ეს ამ გაგებით შეგვიძლია ხო, საქმე იმაშია, რომ ჩემი აზრით, ჩემი გადასახედიდან აქ ბევრი რამ ჯერ კიდევ კითხვა, ну, ასე დაზუსტება საჭიროებს, მოდის ესე ვთქვათ, თუმცა ჩემი გადასახედიდან გაზის ნაწილში ძალიან კარგი შეთანხმებაა თავისთავად 20 წლიანი კონტრაქტის გაგრძელება და ასე შემდეგ. ბევრი კითხვა იყო გაგრძელდებოდა თუ არა და რატომღაც ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ეს ასე მალე რომ მოხდებოდა არ მეგონა, არ ველოდი. დიახ, კი, გარკვეული ღელვები არსებობდა, დიახ. თუმცა რაც შეეხება ლოგისტიკურ ნაწილს გაზის და ზოგადად ნავთობისა და გაზის თემას, ჩემი აზრით გაზის ტრანსპორტირების საკითხში ბევრი კიდევ ახალი სიურპრიზი გველოდება იმ თვალსაზრისით, რომ და ზოგადად ნავთობის ტრანსპორტირებისთვის კარგი სიურპრიზი უნდა გველოდებოდეს, ვინაიდან ძალიან დიდი ხანი არის ბაქო-სუფსის ნავთობსადენია და სუფსის ტერმინალი თვითონ გაჩერებული და ეხლა გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები მოხდა, ოპერატორი შეიცვალა ან შეიცვლება, იქ რაღაც ხელშეკრულებიდან გამომდინარე რაღაც გარკვეული ობიექტური ცვლილებები ხდება, იმიტომ დადგა ამის ვადა ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესაბამისად, როგორც გაზის, ისე ნავთობის ტრანზიტის საკითხებში კიდევ ახალი ტვირთები უნდა დაგვემატოს, ჩემი აზრით. გაზის ნაწილი ძირითადად ალბათ გაზსადენს დაემატება, თუმცა დღეს ძალიან ბევრი უცხოელი უყურებს ჩვენს პერსპექტივას იმ თვალსაზრისით, რომ მოხდეს თხევადი გაზის ტრანსპორტირება, ჩვენი თხევადი გაზის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ევროპულ ნავსადგურებამდე, ეს უკვე ნავსადგურების გამოყენების მეშვეობით, ქართული ნავსადგურების გამოყენების მეშვეობით და შესაბამისად გარკვეული პროექტების ინიციირება ან მომზადების ფაზაში არის გარკვეული პროექტები და ბევრი ბიზნესი, როგორც ევროპული, ისე ქართული, ამ პროექტებისთვის ემზადებიან მისი, ასე ვთქვათ, ეკონომიკური გათვლების სამზადისი მიმდინარეობს ახლა და ასე მგონია, რომ წლის ბოლოსთვის კიდევ რაღაც სიახლეები გვექნება ამ კუთხით. და ჩვენი საუბრის ბოლოს ეს შეთანხმებები
რამდენიმე მიმართულებით რეალურად იძლევა თუ არა იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველოს შუადერებნის კონტექსტში ერთი ნაბიჯი წინ წაიწია. საქართველოს წაიწია ერთი ნაბიჯი წინ და ძალიან მიხარია, რომ რკინიგზაში კიდევ სხვა სიახლეებია, შიდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რომელიც პირდაპირ შეიძლება არ იყოს არანაირად დაკავშირებული ტრანზიტის განხორციელებასთან საქართველოს ტერიტორიის გავლით, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი კარგი წამოწყებები აქვს რკინიგზას ამ ბოლო დროს. შესაბამისად, ჩვენ წავიწეთ წინ რკინიგზის მოდერნიზების ის პროექტი, რომელიც ხორციელდება, იძლევა ამის თქმის საფუძველს, რომ სწორი გზით მიდის ამჯერად რკინიგზა? არის გარკვეული მინიშნებები იმისთვის, რომ სწორი გზით მივდივართ. ყველაფერში არ შეიძლება ერთმანეთს ვეთანხმებოდეთ, თუმცა ის, რომ ახალციხის სარკინიგზო მონაკვეთი უნდა აღდგეს, ძალიან კარგი მინიშნებაა ბიზნესისთვის. იმის სარკინიგზო მონაკვეთის გაჩენა ახალციხის მიმართულებით, ჩემი გადასახედიდან ნიშნავს იმას, რომ ახალციხეში ან ვალეში ამან შეიძლება დააპროვოციროს ახალი ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გაჩენა ადგილებზე, უკვე იმ დანიშნულების წერტილებში, სადამდე რკინიგზა მივა და ეს ბევრად ხელს შეუწყობს უკვე ადგილობრივ მომარაგებას და თქვენ წარმოიდგინეთ ტრანზიტსაც კი, ვინაიდან ვალე კიდევ ერთი გადასასვლელი არის, სასაზღვრო, საბაჟო გადასასვლელი არის თურქეთთან, რომელთანაც მანქანებით ხდება ურთიერთობა და იქ გარკვეული ლოჯისტიკური სივრცის მოწყობა საკმაოდ მიზანშეწონილად მიმაჩნია მაშინ, როცა იქ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა იარსებებს. შესაბამისად, ის რომ ლოკომოტივების შეძენა ხდება, მწვავე დეფიციტი ჰქონდა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც იცნობდნენ ამ პრობლემას და სულ გვეუბნებოდნენ, რომ ლოკომოტივების პრობლემა გაქვს, ის გარკვეულ პერიოდში აღმოიფრხება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია რკინიგზის ფუნქციონირება. ეს არის კარგი სარკინიგზო, რაც უფრო მეტი განშტოება, მეტი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გვექნება, ეს იქნება მეტი მაპროვოცირებელი მიზეზი იმისა, რომ ადგილობრივი თუ ტრანზიტზე გათვლილი ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა შეიქმნას უკვე გადასასვლელებზე, სასაზღვრო გადასასვლელებზე და ქვეყნის შიგნითაც, შიდა მოხმარებისთვისაც. შესაბამისად, პროცესები მე მგონი დადებითად მიმდინარეობს. და სარგებლობის შემთხვევით და მიმყოფებით ჩვენს თეში და აუცილებლად მინდა კითხოთ. აი ეს ნაბიჯები, რომელსაც ახლა მე და თქვენ ვსაუბრობთ, მათ შორის საქართველოს აზერბაიჯანის ეს შეთანხმები, რომელსაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან განსაკუთრებული მნიშვნელობის და პრაქტიკულად ისტორიული მნიშვნელობის უწოდა. თვითონ რა გზავნილია პარტნიორებისთვის, ევროპელი პარტნიორებისთვის იქნება ეს თუ ჩინელი პარტნიორებისთვის და დანარჩენი მსოფლიოს რას ვეუბნებით აი ამ შეთანხმებით? გარკვეული უხერხულობა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ბაქო-თბილისი ყარსის ამ სარკინიგზო მონაკვეთის გახსნა ექსპლუატაციაში გაშვება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხდებოდა და ბევრი კითხვა ისო როდის, იმიტომ რომ ჩვენს პარტნიორებს სწორედაც გარკვეულად აქვს გარკვეული ხედვა თუ როგორ შეიძლება ამ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენება და ეს არის პირდაპირ მითითება და მინიშნება იმაზე, რომ ჩვენ დგამთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად იმ ნაბიჯებს, რამაც შეიძლება უშუალოდ მთლიანად მთელი დერეფანი განავითაროს და მეტი შესაძლებლობები შეძინოს დაინტერესებულ მხარეებს და ასევე არ ვართ ჩაციკლული მხოლოდ ერთი მიმართულებით და მაგალითად მხოლოდ ნავსადგურზე არ ვფიქრობთ და მხოლოდ ნავსადგურზე არ ვფიქრობთ, ცოტა უცნაური გამონათქვამიც არის ალბათ ჩემი მხრიდან, თუ ჩვენ ვანვითარებთ ნავსადგურებს, აუცილებლად და უფრო მეტი ტემპით რკინიგზაც უნდა განვავითაროთ, იმისათვის რომ შიგნიდან ჩვენ დივერსიფიკაციის საშუალება გქონდეს, გარკვეული ტვირთი ბაქო-თბილისი ყარსის მეშვეობით მოძრაობდეს და გარკვეულმა ტვირთმა იმოძრაოს ჩვენი ნავსადგურების მეშვეობით. ეს არის პირდაპირი სიგნალი იმისა, რომ ჩვენი ლოჯისტიკური შესაძლებლობები, ტრანზიტის გამტარუნარიანობა საქართველოს გავლით იზრდება და კვლავ გაიზრდება. კიდევ ერთ თემას ასევე აუცილებლად მინდა შევეხო. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები ჯერჯერობით დამაიმედებელი თქმის საფუძველს არ იძლევა სამწუხაროდ, რომ გარკვეულწილად რაიმე ტიპის შეთანხმება შედგება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის და შესაბამისად ეს აისახება მერე დანარჩენ მსოფლიოს. ამან რა დოზით გაართულა პირობითად გადამესდავებისთვის საქმიანობა და აი ამ ნაწილის გამოყენება ცუდი გაგებით ძალიან რთულია, როდესაც ვსაუბრობ საკმაოდ რთულ ვითარებაზე ახლო აღმოსავლეთში და აქედან ვამბობთ, რომ რასარგებელი შეიძლება მივიღოთ. აი ეს პროცესი როგორ შეიძლება აისახოს საქართველოზე, ან როგორ აისახა და რამდენად შეიძლება საქართველოს როლი და ხაზგასმა ჩვენი მნიშვნელობისა კიდევ ერთხელ დანარჩენი მსოფლიოსთვის ამ კონტექსტში. მე მგონი, რომ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი, რადგან ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი
ზოგადად სპარსეთის ყურის ქვეყნების ლოჯისტიკა საკმაოდ სპეციფიკურია, არა მარტო სანავთობო თვალსაზრისით, არამედ უფრო საკონტეინერო თვალსაზრისითაც. თუმცა იმდენად რამდენად ჩვენ როგორც ვამბობდით, რომ როცა დაიწყო ეს პრობლემა და ეს კრიზისი, ჩვენ ვამბობდით თუ ეს არის თქვა ორკვირიანი კრიზისი, მაშინ გადაწყვეტები სხვანაირი იქნება, თუ ის გაგრძელდება უფრო მეტ ხანს, რასაც ახლა ვხედავთ, მან გარკვეული გამოსავლები იქნება მოსაძებნი და ეს გამოსავლები ადგილობრივმა ბიზნესმა, გალფის ქვეყნების ლოჯისტიკურმა კომპანიებმა და გლობალურმა საკონტეინერო გადამზიდავებმა უკვე მოძებნეს. ყველაზე მანამდე აბსურდული გამოსავალი რო გვეგონა, დღეს საუდის არაბეთის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში იმის გამო რომ გალფის ნავსადგურებს ვერ იყენებენ, მანქანებით ხდება გადაზიდვა წითელი ზღვის ნავსადგურების მიმართულებით და შემდეგ ეს ხდება ეს. ამან ეხლა ერთ-ერთი გლობალური გადამზიდველისგან პრაქტიკულად ყოველდღე ვღებულობ ახალ განახლებულ ინფორმაციას თუ რამდენად ძვირდება მათი სერვისი. ძვირდება და ეს არის ყველაზე დიდი და ცუდი გავლენა იმისა, რაც ხდება ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, თუმცა ბიზნესები გადაეწყვნენ. ანუ სერვისი, კიდევ ერთხელ ვამბობთ, სერვისი ასე თუ ისე რეგულირდება, ჩვენ ამ პროცესში უფრო მოდით ესე ვთქვათ, უფრო დაზარალებულები ვართ იმ თვალსაზრისით, რომ იგვიანებს ტვირთი ჩვენი მიმართულებით, ამ პროცესებზე გავლენა ამ პროცესების როგორც თქვენ ბრძანეთ, ცუდი თუ კარგი შედარებით ჩვენ გაგვიჭირდება, ვინაიდან იქ სხვანაირი მიწოდების ჯაჭვი და სხვანაირი სავაჭრო უკრაინის ომის შემთხვევაში. კი, დიახ, ჩვენ არ ვართ ამ მიწოდების ჯაჭვის ნაწილი, არ ვიყავით და ცოტა გართულდებოდა, ან გართულდება, რომ ჩვენ ამის ნაწილი რაღაც ესეთ გლობალურად და მნიშვნელოვანი ნაწილი გავხდეთ, თუმცა ჩვენ გარკვეული, ასე ვთქვათ, ამის ცუდი გავლენის ქვეშ ვიმყოფებით იმ თვალსაზრისით, რომ ტვირთების გადაზიდვის გაძვირების გარდა ძალიან გაიზარდა გადაზიდვის დრო გალფის ქვეყნებიდან და სპარსეთის ყურის აუზიდან, ჩვენი მიმართულებით, შუა აზიის მიმართულებით, კავკასიის მიმართულებით ზოგადად და ამ გამოწვევებს ადგილობრივი ბიზნესი, იქაური ბიზნესი მეტნაკლებად უმკლავდება ახლა. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ. ლევან სულაბერიძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.